მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, იუთუბელებო, გამომწერებო. კიდევ ერთხელ დასიამოვნოა, ვინც მიყურებთ ეხლა და შემოსულები ხართ ჩემ არხზე და ვინც ხართ ერთგული ჩემი მსმენელი, მაყურებელი. მადლობა თქვენ ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ვინც ახალი შემოსულები ხართ, თქვენც მადლობა. და ჩვენი ტრადიციული, ასე ვთქვათ, გაშლები, როგორც ყოველთვის, უფრო პირადულზე აგებული, იმიტომ რომ თქვენ გსურთ ასე, უფრო მეტი ყურება აქვს, უფრო მეტი ლაიქი აქვს, უფრო მეტი გამოხმაურება აქვს. მე ყველანაირ თემებზე ვშლი, მაგრამ რახან პირადია, მომივიდა ახ სამი კითხვა. და ვნახოთ. ორ ვარიანტზე გავშლი. თქვენ აირჩევთ ერთს ან მეორეს, ან და უყურებთ ორივეს, რომელიც გინდათ. ქვეცნობიერად და ინტუიციურად მიხვდებით პასუხს. თქვენზეა თუ არა. თუ არ გინდათ მიიღოთ, იტყვით არ ვღებულობ და რაც მისაღებია, ღვთისყალობით იტყვით მინდა ვღებულობ, ეს ჩემია, ასეც იქნება. პირველი არის სინამდვილეში რას გრძნობს ახლა ეს ადამიანი, ასეთი კითხვა არის. და დავიწყებ და ჰარმონიული ტაროს დასტით. სინამდვილეში რას გრძნობს ეს ადამიანი, ანუ ის, ვინც თქვენ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ხო? ჩაიფიქრეთ ადამიანი და ნახოთ რას გრძნობს. ნახეთ, მთლიანობაში ამოვიდა ახალი დასაწყისი. მე არ ვიცი, როდის იქნება ეს ახალი დასაწყისი. მოკლე პერიოდში. ძალიან შორი და ისეთი გრძელი ვადა ამას არ აქვს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ან ყავთ ადამიანი, ვინც თქვენ შორის ჩადგა, ქალბატონი, ასე ვთქვათ, ხმალ შემართული, ეს საერთოდ საომარ ასეთ კარგს ნიშნავს, ცივი, მომთხოვნი, პრეტენზიული, თავისი პრინციპები რო აქვს, თავის პირობები რო აქვს. რა თქმა უნდა, ცივი გონებით რო უყურებს არსებულ სიტუაციას და ამ ადამიანთანაც თუ ცხოვრობს ახლა ეს ქალი და თუ არის მასთან, მე არ ვიცი ვინ არის, მასთან ამოდის და სავარაუდოდ მასთან არის, ანუ ყავს მის მარწუხებში რო იყვენ მომწყდეული და აქ ამოდის ძალიან რთული, მისთვის ძალიან რთული ცხოვრება ამ ქალთან, იმიტომ რომ დამგრუზა სიტყვა ხო არის, დავიგრუზე, ანუ ხო? ესეთი როგორ ვთქვა, ტვირთია მისთვის, მაგრამ რატომ არჩევს ამ ქალთან ცხოვრებას, მასთან ყოფნას, როცა გრძნობები აქ საერთოდ არ არის, თვითონ ემოციონალური ადამიანია ჩანს, მაგრამ პოზიციების დაცვით, ანუ დისტანციურად თვითონ ამ ქალბატონთანაც და ეტყობა თქვენთანაც აქ ესეთი ურთიერთობა, თუმცა ახალი დასაწყისი რაღაც პატარა, მე ვერ შეგპირდებით ეხლა რომ დიდი და გრანდიოზული გამონათება იქნება. მაგინ ვეკითხები სავსე მთვარის ორაკულს, თავისი ორაკულრული, ასე ვთქვათ, სიმბოლიზმით, თუ გაგრძელდება ეს ურთიერთობა. პირველი ვარიანტისთვის ვინ ჩაიფიქრა? დაჯარო გაშოა, თუ გაგრძელდება ეს თქვენი ურთიერთობა. რას გეტყვით აბა ორაკული? ვაუ, რა საინტერესოა. ყველა ვარიანტი მაინც სწორად იკითხება, გინდა ისე ვქნათ, გინდა ასე. ამ ადამიანს მთლიანობაში ამოვიდა, რომ აქ თქვენს მიმართ ვნება, თუ გიხსენებთ და სავარაუდოდ გიხსენებთ, ეს არის ვნების მომენტები, ფრაგმენტები, იმიტომ რომ ვისთანაც არის იმასთან ეს ვნება მას არ აქვს,
არა და გითხარით, რომ ამოდის როგორც ემოციონალური ადამიანი, გაიგებთ ამბავს ამახლო მომავალში მისგან, ნუ ეხა წერილი იყო იმ დროში, ჩვენთან მესიჯია, გამოგეხმაურებათ ან ამბავი იქნება. თვითონ თქვენთან ის გრძნობს თავს იმპერატორად, ანუ თქვენ აძლევთ მას იმდენ ძალას, რომ ის იმპერატორია, როცა თქვენთან ურთიერთობს და თქვენთან როცა არის. და რაც თავარია, კიდევ ერთხელ ამოვიდა ჰაერისტიკია, რაც იმას ნიშნავს, რომ საუბარი იქნება. ხო, საუბარი. და არსებობს რაღაცა, ეხლა ამას უფრო ღრმა ახსნა აქვს, მაგრამ არ ჩაუკვირდები, ესე ღრმად მაინც საჯარო გაშლაა და ყველასთვის სხვადასხვანაირად, მაგრამ რახანის კარტი ამოვიდა, ეს თვითონ სამყაროსეული კარტია, რაც ნიშნავს პირველად იყო სიტყვა, ანუ როგორ დაიბადა სამყარო, ხო? სამყარო დაიბადა ბგერით. და აქაც აი საუბარზეა საუბარი, ანუ საუბარი იქნება, შეზდგება თქვენ შორის, ასე ვთქვათ, რაღაცა ტიპის საუბარი. მე არ ვიცი ხა როგორ გესაუბრებოდათ, მაგრამ ვერბალური კონტაქტი იქნება და სამყარო რაღაცნაირად აი თქვენ გაკავშირებთ, რაღაც არის ისეთი თქვენსა და მას შორის, რომ სამყარო გხედავთ, რომ რაღაც ეს უსასრულო რაღაცა კავშირი. ამ დროს ნახეთ სივრცეს, დროს, მანძილს, სამყაროში იქ უსასრულობაა. ეს ჩვენთან არის აწმყოდრო, წარსული, მომავალი, ხო? რასაც არ ვიცით, ხო, რა იქნება მომავალში, მაგრამ ზოგადად. მაგრამ სამყაროში ყველაფერი ესე არის, ანუ არ არის იქ ეს ჩვენ ველოდებით, ჩვენთვის არის ეს მანძილი, ეს დრო, ეს წლები, იქ უსასრულობაა. იმიტომ რომ თვითონ ბიბლიაში წერია, რომ თქვენთვის ერთი დღე, ანუ 1000 წელია. წარმოიდგინეთ რა. უფრო სწორად იქ ზემოთ ერთი დღე, აქ ჩვენთან 1000 წელია. ანუ ჩვენ რო გონია, რომ ეხა ძალიან ბევრი დრო გავიდა, ანუ ღმერთისთვის არ გავიდა ბევრი დრო. იქ ერთი დღე, აქ 1000 წელია. ანუ ეს სულთა რაღაც კავშირს მიანიშნებს. ამას ახლა სჭირდება უფრო დეტალური ახსნა, სხვა დასტებით და შემოწმება დიაგნოსტიკა, რაც ახლა საჯარო გაშლაში არ გამოდის. არის რაღაც სხვა კავშირიც. ესე გხედავთ, საჯარო გაშლაში ასეა. და კიდევ ერთხელ ვკითხავ თქვენთვის მისი ფიქრები, აი ახლა როგორია, აი ეხლა ამ აწყო დროში, ჩვენთვის აწყო დროში, ხო? ამ ადამიანის ფიქრები როგორია, ნუ ეხლა მაჩვენებს ისტორიას და სიტუაციას, რაშიც არის, აი ფიქრები როგორია. აი რა გითხრათ, აბა მითხარით. არის დაბრკოლებები, წინააღმდეგობები თქვენ შორის და სულ არის და ვთქვი, ვინც ამოვიდა დამაბრკოლებლად ეს ქალბატონი ვიღაც, მაგრამ თვითონ აქტიური კარტია ცეცხლოვანი მხედარი, რომელიც მზად არის მოვიდეს. მისტიური ნიშანია სავსე მთვარე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად აი ამ მთვარის დეკადაში ახსენდებით ემოციონალურად გიხსენებთ ფიქრობს და როგორც Empress იმპერატრიცა თქვენი, თვითონ ხო იმპერატორია აგერ ამოვიდა. იმპერატრიცად მიაჩნი ხართ თქვენ, ანუ რა გამოდის სასურველი თქვენთვის, ანუ მისთვის სასურველი ქალბატონი ხართ თქვენ და არა ის, ვისთანაც არის ამჟამად. კარგით, პირველ ვარიანტთან მოკლედ დავამთავრე, თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, თუ თქვენთვის რეზონირდა, გამაგებინეთ მეც, იმიტომ რომ ჩემთვისაც სტიმულია, თან გამოვა ენერგო გაცვლა, ხო? თქვენი მადლობით ლაიქით და კომენტარით. დავიწყეთ მეორე ვარიანტი. აბა მეორე ვარიანტი, სინამდვილეში რას გრძნობს ის ადამიანი თქვენთვის საინტერესო ადამიანი ეხლა. ვინ ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი? სინამდვილეში რას გრძნობს?
ეხლა ძალიან დიდი კრიზისული სიტუაცია აქვს ამ ადამიანს. დანგრევა აქვს. შეიძლება პირადში, შეიძლება თავის სიტუაციაში, ან არ ვიცი. დანგრევის კოშკის კარტი, იცით, მრავალფუნქციონალური და მნიშვნელოვანია. მაგრამ მთვარესთან ერთად ეს ნიშნავს უკაცრავად. მთვარესთან ერთად ეს ნიშნავს რაღაც მაგიურ გავლენას. ამასაც გადამოწმება უნდა, ეხა ესე ვერ დავამტკიცებ, რომ ზუსტად ასეა, იმიტომ რომ საჯარო გაშლაა. და ესე ნახეთ, აბსტრაქციონისტი კი ვარ, მაგრამ ეხა აბსტრაქტულად ხო, ადამიანზე ვიღაცა არის ესეთი, ხო? სავარაუდოდ რაღაცა ემთხვევა, ან რაღაცა იყო ისეთ ნეგატივში, რამაც დაანგრია და ეს ნეგატივი არის მთვარე, იდუმალებით მოცული მთვარე. მთვარე არის ყველაფერ იმ უხილავთან ასოცირებული, ხო? ასევე ქვედა ეკუთვნის, იმიტომ რომ მთვარე ითვლება, ინტუიცია გასაგებია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეხა გაღმა მხარესთან უკაცრავად და სულთან კავშირები რო გაქვს გარდაცვალებულებთან, ხო, მიცვალებულებთან, ეხა ცოცხალ ადამიანს დიდად მე მგონი კარგი მოვლენა არ არის, ხო ეს? გამოდის the changes კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცებს იხდის, გადასახდელები აქვს, შეიძლება მისი კარმული ცხოვრებაა ეს და ამას იხდის და იმიტომ დაანგრევაში და რაღაც, რა ვიცი, რა ჩაიდინა და პლუს კრიზისიც აქვს, მაგრამ შეიძლება თქვენთან მიმართებაში 50-50, ანუ როგორც თქვენ, ისე ის, ანუ რაღაცა ესეთი სარკისებური მეთოდი აქვს არჩეული, ხო? ნახოთ, ეხლა გაგრძელდება ეს თქვენი ასეთი ურთიერთობა. კარგ დღეში არ არის ეხლა ამ სიტუაციაში, როგორც ნახეთ. გაგრძელდება მისი ასეთი, ანუ იცით როგორ ილუზიაც არის მთვარე და არის არასტაბილური მდგომარეობა და გაურკვევლობა. ხო, და გაგრძელდება ესეთი ურთიერთობა, ვნახოთ. დიდხანს არ გაგრძელდება, ანუ ნახეთ, ძალიან დიდ სკანდალებშია გახვეული, არ ვიცი, რაღაცა კონფლიქტები აქვს, წასვლა ჩანს. წარსულიდან გაქცევა. ანუ არ მოდის ზურგშექცევით არის, გაყოფა. გაყოფა რაღაც სამსახურთან, ფულთან, რაღაც საქმიანობასთან დაკავშირებით. კარგით. მაშინ მისი ფიქრები, ახლა როგორია თქვენთან მიმართებაში მისი ფიქრები? ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც მას აი ამ ჩაკეტილ მდგომარეობაშიც კი ასულდგმულებს თქვენზე ფიქრი. იხსენებს როგორ დროს ატარებდა, როგორ კარგად იყავით, როგორ სასიამოვნო დღეები, წუთები აქვს თქვენთან გატარებული როგორც ნამდვილ ქალთან, თუმცა საიდუმლოდ მის გულში ხართ ეხლაც, ამას რა თქმა უნდა არ ამბობს, თვითონ ჩაკეტილ მდგომარეობაშია, ეხა აი დაბმული ყველანაირად. დავიხმარ ორაკულს, სავსე მთვარისას დავკითხავ მის მდგომარეობას ეხლა როგორია, მით მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა. მისი მდგომარეობა. ბოკლუმი აქვს დადებული. ბლოკი. რაღაცა დიდი ბლოკი, ანუ ამოვიდა კიდევაც და მაინც ვკითხავ ყველა სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, თავარი ადამიანმა ჭუას გონებას მოუხმოს, ხო? მაგრამ ვკითხავ მას ზე ეხლა აი თუ ღირს ამ ურთიერთობის გაგრძელება, რას გვეტყვიან სავსე მთვარის ორაკულები თქვენთვის, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. აქაც ამბავს გაიგებთ, რაღაც ძალიან ჩქარობს ამბავი. აქაც ნება ამოდის. კი ამოდის ნება, ნახეთ, ჩემო კარგებო და მიმოწერა, აპირებს რომ მოგწეროთ, შეგეხმიანოთ, მაგრამ თვითონ მისი ბედი ეხლა არის, ანუ
დაბმული. აქვს რაღაცა პრობლემები, ათრევს ზურგით დიდი გრუზი, ხო გითხარით, აი ტვირთი, ცხოვრებისეული ტვირთი, რის გამოც ადევს ბლოკი, ბოქლომი და ის რომ თქვენ ხართ ნამდვილად და იხსენებს ამ თქვენთან გატარებულ დროს ძალიან კარგად, მაგრამ ამას მალავს არ ამბობს. რა ვიცი, სულ ეს იყო რა, რჩევას ვკითხავ მაშინ აბა თქვენთვის და ეგ იქნება. სავსე მთვარის ორაკული, გთხოვთ ურჩიეთ, ვინც ეხა ამ ვიდეოს უყურებს და მეორე ვარიანტი აირჩია რჩევა. პირადზე, რას ურჩევდით? რჩევა. თქვენ მოგეცემათ რაღაც საჩუქარი. ეს საჩუქარი არ არის მარტო თქვათ ფიზიკური, ხო? საგანი ან რაღაცი ნივთი, არა. ეს არის სამყაროსეული საჩუქარი იმ ტკივილის და იმ დარდის და აი იმ შეკრულობის გამო და პირდაპირ გეტყვით, რომ რაღაცა თვალი გაქვთ, გქონდათ, უბრალოდ ამ პირადზე, რომ ამოვიდა აი ესეთი კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც თვალი გაქვთ აღებული. ამიტომ გაითვალისწინეს ნათელმა კეთილმა ძალებმა, კომპენსირება ყოველთვის მოდის, როცა ჩაგრავენ უდანაშაულო ადამიანს, იცოდეთ ეს. და სამყაროდან მოგეცემათ შანსი. ეხლა თუ აი ესეთ გამოუვალ სიტუაციაში ხართ, ელოდებით ამ ადამიანს და ხართ გაურკვევლობაში, შეგიძლიათ ითხოვოთ. სამყაროს კარები ღიაა და იქიდან პირდაპირ სამყარო გაჯილდოვებთ ამ რაღაცა საჩუქრით, ხო? მაგრამ ეს საჩუქარი არ არის მატერიალური. ეს არის სხვა რაღაც, ანუ უფრო სულიერი, აი რაღაც ტალანტი, რაღაც ნიჭი, რაღაც შესაძლებლობა, ანუ რაც თქვენში არის, შეიძლება თქვენ არც იცოდეთ, მაგრამ გაქვთ ამის ნიჭი და აი ეხლა აღმოაჩინოთ. ან და შეიძლება თქვენ არ თვლით, რომ თქვათ შეიძლება ამ ნიჭით პროფესიონალი გახდეთ და რაღაცა თქვათ წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ სამყარო გაძლევთ შანსს ამ ადამიანთან რომ ჩაგეკეტათ, გზა და გადაგეკეტათ, ეხლა გაქვთ შანსი, ანუ მე არ ვიცი რა, ყველა სხვადასხვანაირი ხო გეუბნებით, ეს არის საჯარო გაშლა, მაგრამ ახლა ამოვიდა, ეს ძალიან კაი კარტია და ამიტომ არც თუ ისიც ცუდად არის საქმე, ზოგი ჭირი მარგებელიაო ხო არის ნათქვამი და ანუ არ დაიგრუზოთ თავი, მთავარია რომ მოგეცემათ შანსი. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, ძალიან გამიხარდება. მომწერეთ კომენტარები და კიდე გავშლით თქვენთვის საინტერესო თემებზე და გავაკეთოთ პროგნოზირება. აბა თქვენ იცით, წარმატებები.